მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს ერთგვარად განსხვავებულ მონაკვეთს დავიწყებთ ჩვენი ციკლისა. არა ერთი და ალბათ არა ორი გადაცემა დაეთმობა ერთ ძალიან საინტერესო თემას, რომელიც რამდენად თანამედროვე არის თქვენ თვითონ განსაჯეთ, მაგრამ უამისობა რომ თანამედროვე ქართულ ქრისტიანულ კულტურას საკმაოდ დააკლებს შვენებას, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. მაშ ასე, ჩვენ რამდენიმე გადაცემას დავუთმობთ ისეთ თემას, როგორიც არის საშობაო ზღაპარი. შობის მარხვის პერიოდია, შობა გვიახლოვდება, რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა იყოს შობა და ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ საშობაო ზღაპარზე. ზღაპარი რამდენად შეესაბამება, მე თვითონ განსაჯეთ. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? რა არის საშობაო ზღაპარი? ადრე, როცა პატარა ვიყავი, წავიკითხე ის ცნობილი მოთხრობა ოჰენრის, ხო? მოგვთა საჩუქრები. აუ, გავგიჟდი რა მაგარია. და სულ მქონდა იმის განცდა, რომ როგორი კარგია, რომელსაც შობა, როდესაც უფალი ჩვენ გვჩუქნის ესეთ საოცარ რამეს, საკუთარ თავს. ჩვენ რა შეიძლება ერთმანეთს ვაჩუქოთ. და თუ ქართულმა ლიტერატურამ ვერ შექმნა რაიმე ისეთი, რომ ყოფილიყო მოგვთა საჩუქარზე უფრო აღმატებული. გულისხმობ მოთხრობას და არა იმ ძღვენს, რომელიც ბეთლემში მიიტანეს მოგვებმა. და აი, ერთმა ძალიან ჭკვიანმა და ძვირფასმა ადამიანმა მითხრა, რომ როგორ არის ლევან? აბა, კარგად დააკვირდი, ყველაზე ცნობილი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები არის საშობაო საჩუქარი. სიმართლე გითხრათ, ვერაფერიც ვერ მომგონდა მაშინ. და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დიახ, ყველაზე ცნობილი ქართული ნაწარმოები ეს არის არც მეტი, არც ნაკლები საშობაო საჩუქარი. მოდით აბა მივყვეთ ნელ-ნელა. საშობაო საჩუქარი იმ გაგებით, რომ ის ოქრო გუნდრუკი და მური, რომელიც მოგვებმა მოიტანეს, ეს რა თქმა უნდა მშვენიერია. დათონის მთაზეა შენახული ეს წმინდა ძღვენი. მაგრამ ვინ უფრო მეტი საჩუქარი მიიღო? ქრისტემ თუ მოგვებმა? რომლებიც ვარსკვლავს მსახურებდნენ, მიდიან და შეხვდებიან ღმერთს, რომელიც სიყვარულია. ვარსკვლავის დევნით მივლენ ღმერთთან, რომელიც ყოლის შემოქმედია. ორი აზრი არის, ხო? ბევრად მეტი საჩუქარი მიიღეს იმაზე უფრო მეტია გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ერთხელ, რომ წმინდა წერილი აღწერს საულიო, პირველი მეფე ისრაელისა, მამის ვირების საძებრად წავიდა და მეფობა იპოვა. სამი აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი ადამიანი ეძებს გამორჩეულ მეფეს და ღმერთს შეხვდებიან. თუდესაც მიდიხარ რომ შეხვდე რაღაცას კარგს და შეხვდები რაღაცას საუკეთესოს. თუ ფილოლოგები არ დაგვძრახავენ, უსაუკეთესოეს შეხვდები. მოდით ახლა ჩვენც ვნახოთ ერთი რამ. მარტივად მოვყვეთ. აღმოსავლეთის სამი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სამი სხვადასხვა ადამიანი. სამი სხვადასხვა რანგში მყოფი ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ. ყველა მოყვება თავ-თავის გარდამოცემას. სამენი ვარსკვლავს მოყვებიან საბოლოო ჯამში, ხო? მოყვებიან და მოგეხსენებათ მე-5 საუკუნიდან მათი მოგვობა ამავე დროს დაიწერა როგორც მათი მეფობა. ამიტომაც მეფეები არიან ისინი ქრისტიანულ გადმოცემაში, ჯერ კიდე კესარიოს არლელი თქვის ხომ, რომ ეს მოგვები მეფეები იყვნენ. რაც პრინციპში ძალიან დამაჯერებელია, იმიტომ რომ ძველი კულტურისთვის ნორმალური მოვლენა იყო. როდესაც უზენაესი ქურუმი ადგილი ეკავა მეფეს. მაგალითისთვის შეგვიძლია თუნდაც დღევანდელი დიდი ბრიტანეთი დავასახელოთ, ხო? სადაც
ანუ ეს ტრადიცია არ გამწყდა, სადაც მონარქია შენარჩუნებულია. სადაც მეფე ამავე დროს არის ეკლესიის თავი. ის ნიშნავს კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, ხო? რომელიც ანგლიკანების პირველი იერარქია არის. აი, სამი მეფე და რიცხვზეც ბევრი ასწავლება. ძველ წყაროებში არც არ წერია, რომ სამი იყვნენ. იგივე ჯოანშერი გვაწვდის ხო ცნობას, რომ მოვიდაო იერსველი ამბავი, რომ 12 მეფე მოვიდაო სპარსეთიდანო. 12 მეფე და არა 3. შემდგომ ტრადიციაში ვინაიდან ძღვენი 3 იყო, მოსული მეფეების რაოდენობა, მოგვმეფეების რაოდენობაც 3-მდე იქნა დაყვანილი, გარდამოცემაში არის. და აი მე-5 საუკუნე ჩვენ გვაქვს ტრადიცია, მე-6 საუკუნეში კიდევ უფრო კარგად და მე-6 საუკუნიდან საერთოდ გაჯდება ეს 3 მეფე მოსული აღმოსავლეთიდან. ყველა თავთავისი ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშნით. მოდიან, რომ შეხვდნენ ღმერთს, რომელიც არის სიყვარული. და შეხვდებიან რამას, ისინი აღარ არიან ვარსკვლავთმრიცხველები, ის ძველი კანი, როგორც დავუშვათ გველს, შორდება ამათ და ესენი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემლები, აი ამ სასუფეველის წინდს ზიარებულნი და მომავალი ქორწილის იმედით მოდიან და ბედნიერები ბრუნდებიან. მშვენიერი ამბავია. ყველამ იცით ეს. ახლა მოდით ესეთი რამე ვთქვათ. ვინაიდან ვიცით ჩვენ რომ არსებობს ესეთი გადმოცემა ქრისტიანული, ასევე მე-5 მე-6 საუკუნეებში რომ გაჯდება და შემდეგ მეორდება, ტირაჟირდება მამებთან. რომ ერთი მათგანი ყოფილიყო სემის მოდგმიდან, ერთი ქამის მოდგმიდან, ერთი იაფეტის მოდგმიდან. თუ ნახავთ ფრესკებს და მინიატურებს და გამოსახულებას, ხო? მოგვთა თაყვანისცემისა. ერთი არის ხოლმე ყველაზე ასაკოვანი, მეორე პირველი ჭაღარა წერულვაშით არის ხოლმე და თმით, მეორე მუქი ყავისფერი, შავი შეიძლება თმა წვერით და ულვაშით, მესამე არის ხოლმე ძალიან ახალგაზრდა. ჯერ რომ წერულვაში არ ამოსვლია. და ყველანი თავისი ძღვენით მოდის იქ, სადაც მათ ელოდება ღმერთი, რომელიც სიყვარულია. მე მგონი იმდენი მინიშნება მოვიტანეთ, რომ გასაგები ხდება, რომელ ნაწარმოებზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ყველაზე ცნობილი ქართული ნაწარმოები, რომელიც მთელი იდეაც არის, გადმოგვცეს ჩვენ, როგორ უნდა განიძარცოს ადამიანმა ძველი ადამიანი და შეიმოსოს ახალი. ნაწარმოები, რომელსაც აქვს უცნაური სახელი. არა ისე, როგორც ძველ ტრადიციაში იყო. ვისი და რამინი, ლეილი და მაჯნუნი, ისმინე და ისმინია, ტრისტანი და იზოლდა. არ ქვია ამ ნაწარმოებს ტარიელი და ნესტანი. ამას ქვია ვეფხისტყაოსანი. სადაც ავტორი იმდენად გენიალურია, რომ ის არ ასახელებს ორ ცალ-ცალკე ადამიანს. ეს არის ორის შეერთების ამბავი. ეს არის ვეფხისტყაოსანი. ნაწარმოები, რომელსაც ძალიან ბევრი რამ თქმულა, სხვადასხვანაირად თქმულა, ყველას უნდა რომ დაისაკუთროს. ნეოპლატონიკოსი იყო ავტორი, მუსლიმი იყო ავტორი. ხო, რა ვიცით, აბა ვინ იყო ეგ ავტორი? რენესანსის პირველი ვარსკვლავი, პირველი მერცხალი იყო ეს ავტორი. მოდით ასეთი რამ ვთქვათ. ნაწარმოები თვითონ უნდა ადასტურებდეს, უნდა მეტყველებდეს. კი ბატონო, ეს ადამიანი იმდენად ფართო განათლების ადამიანი, იმდენად, როგორც ჩანს, მას ნამდვილად ჰქონდა წვდომა საქართველოს სამეფო არქივთან, იქ დაცულ უნიკალურ მასალასთან. და ჩვენ შემდეგში ვნახავთ რასთან და რასთან. და აი
ეს ადამიანი სხვადასხვა ბევრ რამეს იყენებს, როგორც თუნდაც ქრისტიანული ღვთისმეტყველების ოქროს ხანის მამები მიმართავენ ფილოსოფიურ ენას და დაუშვათ აპარატს სამეცნიეროს კულტუროლოგიურ სხვადასხვა საუნჯეს კაცობრიობისა, მაგრამ ყველაფერი მიყვება ერთ რამეს. კი ბატონო, აშკარად ვეფხისტყაოსნის ავტორი ბიბლიურ ღმერთს თulis უზენაეს რეალობად. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომელი რელიგიის, რომელი კონფესიის, რომელი მიმართულების ადამიანია ეს კაცი? ერთი რაღაცით. კონცეფცია, რომელიცაც ეს აგებს, რას ემსახურება, რომელ ცნობიერებას, რომელ ღვთისმეტყველებას, რომელ ფილოსოფიას შეესაბამება. დავიწყოთ ვეფხისტყავით. რამდენი დაწერილა, რამდენი თქმულა ვეფხისტყავზე, რა გითხრათ. მაგრამ მოდით გავიხსენოთ ერთი რაღაცა. სად შევხვდებით ჩვენ ამ ვეფხის ტყავიან გმირს? არ გულისხმობ სადღაცა წყლის საპირსა რომ ტირის, არა. სად ვნახავთ მისი სამყოფელი სად არის, სად ცხოვრობს ის? ეს მერე გავიგოთ რომ ის ინდოეთიდან არის წარმოშობით. სადღაც გამოქვაბულები არის. ეს ცხოვრობს იქ და იქ მასთან ერთად ცხოვრობს ქალი, რომელიც შავებით არის მოსილი. აუცებ გინდა თუ არ გინდა. მით უმეტესაც სახვდები რომ შემდგომს ეს ადამიანი შეხვდება იმ თავის სადრფოს და შეუერთდება მას და იქორწინებს მასთან, მას ვეფხისტყავი აღარ სჭირდება. ვეფხისტყავი შუალედური რგოლია, გარდამავალი ეტაპია, ვიდრე ეს მიაღწევს აი იმას. ვეფხი ვეფხი ხო ხშირად ეშლებათ ხოლმე, ხო? ვეფხი გონიათ ვეფხვი თანამედროვე ქართული გაგებით. არავითარ შემთხვევაში ვეფხი არ გახლავთ ზოლებიანი კატისებრი ცხოველი. ვეფხი ეს არის კოპლებიანი კატისებრი ცხოველი, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ლეოპარდს. თავა გავიხსენოთ. როგორ აღწერს თავად ეს გმირი, როცა თავის ბიოგრაფიას ყვება თავის ბრძოლას ვეფხებთან. 5 წლის რო ვიყავიო, როგორც ჩიტებს ისევ ხოცავდიო მე ამ ვეფხებსო. 15-ისა რო შევიქენიო, როგორც კატას ისევ კლავდიო მე ამ ვეფხებსო. და როცა ბოლო ბრძოლა იქნება, როცა შეიპყრობს ეს ცნობილი მშვენიერი ილუსტრაცია ირაკლი თოიცის. როდესაც ვეფხს ებრძვის დარიელი. გასაგები ზოლებიანი ცხოველი ხათია, მაგრამ არაფერია. კომპოზიციურად ხომ მშვენიერი რამ არის. კინაღა მოკვდება ამ ბრძოლაში. რა არის ის, რაც 5 წლის ასაკში უფრო დამარცხებადია ვიდრე 15 წლის ასაკში და როცა ხდები უფრო დიდი 18, 19, 20 წლის კიდევ უფრო რთული და სამარცხებელია. ადამიანის ცხოვრებაში რა არის ეგეთი? ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ადამიანს, ვისაც ესმის ანთროპოლოგია, მით უმეტეს ქრისტიანული, ეს არის ვნება. ყველაზე რთული და სამარცხებელი ხდება ვნება, რაც უფრო ჩვენ შევდივართ ასაკში. ვიზრდებით რა. კარგი, მაშინ ვნება შემოსილება რა არის მისი? და უცნაურ რაღაცას ვნახავთ. ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ჩვენ დავიხმარება, გავიგოთ ამ გენიალური პოემის სათაური ვეფხისტყაოსზე. ესე შემთხვევით ავიღებთ გრიგოლ ნოსელს და როდესაც გადავშლით ადგილზე, სადაც წმინდა მამა განმარტავს
მეოთხე თავის, თავი მერე გვაქვს ხო? მეოთხე თავის მერვე მუხსო განმარტავს სოლომონის ქება-ქებათას სიტყვებს და ქება-ქებათა რა არის? ეს არის ბიბლიაში მოტანილი ჰიმნი სიყვარულისა, რომელიც სამწუხაროდ ზოგს ვინც მზად არ არის, ესმის ძალიან პრიმიტიულად და ხორციელად. სწორედ ამიტომ იყო, რომ ძველი იუდეველებიც კი ქება-ქებათას არ აკითხებდნენ ხალხს, სანამ 30 წლის არ შეიქნებოდნენ. ეს ახალგაზრდული თინეიჯერული რაღაცა საკუთარი ვნების პროექცირება არ მომხდარიყო წმინდა წერილების ტექსტზე. მოვედ ზძალო ლიბანით, მოხვიდე და წარმოვლო დასაბამით სარწმუნოებისაით თხემსა ზედა სანარისა და ერმონისასა, საყოფელთაგან ლომთაისა და მთათაგან ვეფხთაისა. საიდან წამოდიო? გასაგებია, სოლომონი, რომელიც ღვთის სახე არის, მიმართავს სულამიტას, რომელიც ადამიანის სულის სახე არის. საიდან წამოდიო? ებრაულ ტექსტში კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, რომ გამოქვაბულებიდან წამოდიო. ვეფხვების და ლომების სამყოფელი მთებიდან და გამოქვაბულებებიდან წამოდიო. და ერთსაც წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს ამ ადგილს. ამბობს, რომ ვეფხვშემოსილებაო არისო აი ისო, რაც ბევრად ჯობს ურწმუნოებას, ქვასავით უგრძნობელობას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არისო ის ღვთაებრივი სიყვარული, რომელიც ღმერთმა თავის თავარ განსაზღვრებად განიკუთვნაო. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ წევან აღაბონესტინ სხვა სიყვარულზე ლაპარაკი, არა ვნებიან სიყვარულზე ლაპარაკი. არამედ თავდადებულ, თავგანწირულ სიყვარულზე ლაპარაკი აქვს. მაშინ ასე აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ტექსტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენ სწორად დავინახოთ ამ გენიალური საშობაო ზღაპრის სათაური, არის არა ზოგადად ბიბლია, რომელიც შეიძლება თანაბრად მნიშვნელოვანი იყოს როგორც ქართული, როგორც ქრისტიანული მაბადით, ასევე იუდაური ტრადიციისთვის. არა ზოგადად დავუშვათ სახარება, რომელიც შეიძლება იყოს საერთო ტექსტი, როგორც მართლმადიდებლური, ასევე არამართლმადიდებლური ტრადიციებისთვის. არამედ კონკრეტული მართლმადიდებელი წმინდა მამის, გრიგოლ ნოსელის, რომელსაც მე-7 მსოფლიო კრება მოწოდა მამათა მამა, აი ამ ადამიანის მიერ შექმნილი განმარტება, კონკრეტული კონფესიის პატრისტიკული ტექსტი. ამის შემდეგ ჩვენთვის გასაგები ხდება ღერძი ნაწარმოებისა. აგებულია მართლმადიდებლური პატრისტიკული ცნობიერების მატარებელი ადამიანის მიერ და ყველაფერი სხვა, რაც არ უნდა შეხვდეს ჩვენ ამ ნაწარმოებში, ემსახურება ერთადერთ რამეს, გაიშალოს, გაიხსნას და გასაგები გახდეს ჩვენთვის სწორედ აი ეს. ვეფხვშემოსილება ოღონდ არა როგორც მარადიული, არამედ როგორც დროებითი, ადამიანური საზობით ყველაზე ძვირფასი, მაგრამ საღვთო თვალსაჩინისთვის შუალედური რგოლი ადამიანის ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთ სიყვარულთან შეხვედრის გზაზე. ამ ჩვენს სამ მეფეზე, რომელიც სხვადასხვა მხარიდან მოვიდა, მაგრამ რატომღაც სახელი მათი წერილში გვხვდება ვეფხისტყაოსანში ბოდიში გვხვდება საინტერესოდ გადმოცემული მათი საერთო სახელი. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგი შეხვედრისას და ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს დაგვეხმაროს ჩვენს თანამედროვე რეალობაში სწორად დავინახოთ ის ქართული საუნჯე, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი გენიალური ლიტერატურის ყველა შემდგომი ნაწარმოებები, რომ ყველა ავტორი უნდა თუ არ უნდა, ბედავდა თუ არ ბედავდა, ორიენტირად ევდა ვეფხისტყაოსანს. კეთილი. ამჯერად დავასრულოთ ამაზე საუბარი, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.